მოდით გულახდილად ვთქვათ. არმან სარუკიანი ახლა ისეთ ჩიხშია, საიდანაც გამოსვლას ყველა თავისებურად ცდილობს. სუბუქწონაში კარები მისთვის სათითაოდ იხურება. დიდოლი, ისლამი სადღაც შორსაა. დროებითი კამარი, არც იქ ჩანს მისი სახელი. BMF დაივიწყეთ. რეიტინგის პირველი ნომერია, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სპეციალურად ყინულზე დადეს და აცდევინებენ. ხო და რას აკეთებს კაცი, როცა თავის წონაში ჟანგბადი ელევა? სწორედ იმას, რაც არმანმა ახლახან დააანონსა. ქვედა წონაში ჩასვლაზე დაფიქრდა. წარმოგიდგენიათ, 66 კილოგრამი, ანუ 145 ფუნტი. აი აქ იწყება ნამდვილი დრამა. სარუკიანი ახლა მედიატურშია. ყოველდღე ახალი ინტერვიუ, ახალი სტრიმი. ტიპს უნდა რომ მასზე მუდმივად ლაპარაკობდნენ და მართალი გითხრათ გამოზდის კიდეც. კითხვა კი ასეთია. ეს უბრალო პიარია თუ მართლა აპირებს წონის კლებას, რომელიც მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. ის ამბობს, რომ ილია თოფურიას სიმაღლისაა. ჩვენი ილია ხომ ვიცით როგორი მანქანაა, მაგრამ ყველას გვახსოვს როგორ უჭირდა მასაც ამ წონის დაჭერა. არმანი კი ამტკიცებს, არიელ ჰელვანისთან ვიდეოზარით საუბრობდი, ჩემს მწვრთნელთან კარლთან ერთად ყველაფერი დავთვალეთ. მათემატიკა მარტივია, ჩემი სხეული ამას გაქაჩავსო. აქ ჩდება ლოგიკური კითხვა. რამდენად ჯანსაღია ეს? არმანი ახლა სადღაც 80 კილოს იწონის, 177 ფუნტს. ამბობს, რომ თუ სუფთად კვებას დაიწყებს, 75 კილომდე ჩამოვა და იქიდან უკვე 66-მდე ჩაჭრა ტექნიკის საქმეაო. თანაც ამას 2-3 კვირიანი შეტყობინებითაც გააკეთებს თუ საჭირო გახდა. სიმართლე გითხრათ, მე ამ კაცის მჯერა. კი, კუნთის გროვაა, პატარა ტანკს გავს, მაგრამ სიმაღლე ხელს უთხოვს. თუმცა გახსოვთ დენ ჰუკერი, მანაც ცადა ეს ფოკუსი და არნოლდ ალენმა პირველივე რაუნდში ისე გათიშა, კაცი ძლივს მოასულიერეს. 66 კილოგრამი არ არის სათამაშო წონა. ეს არის წონა, სადაც ყოველი ზედმეტი გრამი შენი ენერგიის ხარჯზე მოდის. მაგრამ აი რა არის საინტერესო. ალექსანდრე ვოლკანოვსკიმ უკვე გაიგო ეს ამბავი და ავსტრალიიდან შემოგვითვალა. მიყვარს გამოწვევებიო. ვოლკი ისეთი კაცია, ვინც არავის გაურბის. მან მოვსარევლოებიც ახსენა. ლერონ მერფიც, ტიპი მზადაა ნებისმიერ დაუმარცხებელ მონსტრს დაუდგეს. და არმანზე თქვა, საინტერესო იქნება მისი ჭიდაობის გამოცდაო. ხალხო, დაფიქრდით, რა დონის ბრძოლა შეიძლება მივიღოთ. სარუკიანი 66 კილოგრამში ეს ნიშნავს, რომ მისი ყველა ტექნიკურ მოჭიდავეს და ჩამტარებელს პრობლემა შეუქმნის. ვოლკანოვსკიმ ისლამთან აჩვენა, რომ ჭიდაობაში მისი გატეხვა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ არმანი სხვა სტილია, სხვა აგრესიაა. თუ მსუბუქწონაში საყინულზე გყავთ კაცი, რატომაც არ უნდა სცადოს ქვემოთ. პირადად მე ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. პირიქით, ეს ამ წონას ახალ სიცოცხლეს შესძენს. თუმცა აქ ერთი დიდი მაგრამ არსებობს. ილია თოფურია. აწყობს კი არმანი, რომელიც შეიძლება ილიას ტიტულისკენ მიმავალ გზაზე გადაეღორბოს. აი აქ უკვე დიდი მაფია და ბიზნეს გათვლები იწყება. მოდით, ახლა ყველაზე ცხელ თემაზე ვისაუბროთ. რატომაა, რომ როგორც კი არმანმა 66 კილოგრამზე დაიწყო ლაპარაკი, მაშინვე ყველას ილია თოფურია გაახსენდა. ეს შემთხვევითი არ არის. არმანი სულელი არ არის. მან კარგად იცის, რომ ილია ახლა ამ დივიზიონის მეფეა. ზის ქვეშეთში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლოვია. და მასთან ბრძოლა ნიშნავს არა მხოლოდ კამარს, არამედ უზარმაზარ ფულს და აღიარებას. მაგრამ აი სად არის ძაღლის თავი დამარხული. UFC-ს ხელმძღვანელობა დანა ვაითის თამადობით ალბათ ცივ ოფლში იღვიძებს ამ პერსპექტივაზე. დაფიქრდით, ილია მათთვის ოქროს საბადოა. ის არის ევროპული ბაზრის გასაღები, ის არის ესპანეთისა და საქართველოს კერპი. ორგანიზაციას უნდა, რომ ილია რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჩემპიონი, რომ მერე ისლამ მახაჩევს დააჯახონ, ან რამე სუპერ ბრძოლა მოაწყონ. და ამ დროს ჩნდება არმან სარუკიანი, ტიპი, რომელიც სტილისტურად ილიასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. არმანი ამბობს, რომ ილიას სიმაღლისაა, მაგრამ მისი ჭიდაობა, ეს სულ სხვა დონეა. წარმოიდგინეთ სარუკიანი, რომელიც 66 კილოგრამამდე ჩამოდის, ინარჩუნებს თავის ფეთქებად ძალას და იწყებს ილიას გაწვალებას პარტერში. UFC-ს არ უნდა, რომ მათმა მთავარმა პროექტმა, ილიამ, წააგოს კაცთან, რომელსაც ისედაც ყველა ერიდება მსუბუქწონაში. მათ არ ჭირდებაც არმანი როგორც ჩემპიონების მკვლელი ქვედა დივიზიონში. მათ ურჩევნიათ არმანი ისევ 70 კილოგრამში, მსუბუქწონაში, აყურყუტონ და ათქმევინონ, მოისადე, შენი დრო მოვა. თუმცა არმანი არ ჩერდება. მან უკვე მეორედ ახსენა ინტერვიუში, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლა მისთვის იდეალური იქნებოდა. რატომ? იმიტომ რომ ვოლკი შედარებით დაბალია და სარუკიანი თulis, რომ თავისუფლად შეუძლია მას axe kick, ნაჯახივით დარტყმა მოახვედროს თავში. გახსოვთ ჩარლს ოლივეირასთან რომ სცადა? კინაღამ ხერხემალი დაიზიანა იმ ნახტომში, მაგრამ მაინც გააკეთა. ეს კაცი გიჟია, პოზიტიური გაგებით. მას აქვს ისეთი მოქნილობა და აკრობატიკა, რაც 66 კილოგრამში მას ნამდვილ ნინჯად აქცევს. და აი კიდევ ერთი მომენტი. იან სილვა. UFC-ს ეს ბიჯიც ძალიან უყვარს, მისი ველური სტილისა და ნოკაუტების გამო. მაგრამ წარმოგიდგენიათ, იან სილვა არმანის წინააღმდეგ.
სარუკიანი მას უბრალოდ შეჭამს პარტერში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შონ შელბი და მიკ მეინარდი, UFC-ს მატჩმეიკერები, ყველაფერს გააკეთებენ, რომ არმანი ამ წონას არ გაეკაროს. მათთვის არმანი არის სისტემის ხარვეზი, რომელიც მათ ლამაზად დალაგებულ გეგმებს თავდაყირა დააყენებს. მაგრამ არმანის მხრიდან ეს ჭკვიანური სვაა. ის ხედავს, რომ 70 კილოში ისლამთან ბრძოლას არ აძლევენ. ის ხედავს, რომ მაქს ჰოლოვეი და სხვები სადღაც წინ უხდებიან. ხო და რჩება ორი გზა. ან იჯდე და ელოდო მოწყალებას, ან აურიო მთელი დივიზიონი. არმანმა მეორე გზა აირჩია. ის ამბობს, თუ არ მაძლევთ ჩემ წონაში ბრძოლას, ჩამოვალ ქვემოთ და იქ წაგართმევთ ყველაფერს. ეს აღარ არის უბრალოდ სპორტი, ეს ნამდვილი ჭადრაკია. და იცით რა არის ყველაზე მაგარი? ვოლკანოვსკი ამ ყველაფერს მწვანე შუქს უნთებს. ავსტრალიელი ლეგენდა ამბობს, რომ მისთვის მემკვიდრეობა, ლეგასი, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უსაფრთხო ბრძოლები. თუ არმანი ჩამოვა, ვოლკი მას დახვდება. და აი მაშინ ვნახავთ, რას იზამს UFC. შეძლებენ კი სარუკიანის შეჩერებას, თუ ის მართლა მოახერხებს 66 კილოგრამის დაფიქსირებას სასწორზე. ეს იქნება ნამდვილი მიწისძვრა შემ ემეს სამყაროში. ახლა როცა ყველა დეტალი განვიხილეთ, მოდით შევაჯამოთ. არმან სარუკიანი არის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი მსუბუქ-წონაში. მისი ტექნიკა, ძალა, ჭიდაობა ყველაფერი ჩემპიონისთვის აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, UFC-ში მას რაღაც პრობლემები ექმნება. ისლამთან ბრძოლა მას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის პირველი ნომერია. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ან არ აწყობს ის, რომ მან ისლამი დაამარცხოს, ან უბრალოდ სხვა გეგმები აქვს. ხო და არმანმა გადაწყვიტა მოქმედება. 66 კილოგრამში ჩასვლა, ეს არის მისი პასუხი სისტემაზე. ეს არის მისი მესიჯი. თუ ჩემს წონაში კარებს მიხურავთ, სხვა კარებს გავაღებ და იქაც ყველას დავამარცხებ. მაგრამ რამდენად რეალურია ეს? დავიწყოთ იმით, რომ წონის ასეთი დრამატული კლება ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული. კი, არმანი ამბობს, რომ მისი სხეული ამას გაკაჩავს, რომ მწვრთნელთან ერთად დათვალა ყველაფერი. მაგრამ ერთი რამ არის გათვლები და მეორე რეალობა. დეჰიდრატაცია, ენერგიის დაკარგვა, მოძრაობის სიჩქარის შემცირება. ეს ყველაფერი თან ახლავს ასეთ რთულ ჭრას. ვნახეთ, როგორ იტანჯებოდა ილიაც კი ამ წონაში. არმანის კუნთოვანი მასა გაცილებით დიდია ვიდრე ილიასი. ეს ნიშნავს, რომ მისთვის გაცილებით რთული იქნება 66 კილოგრამის დაჭერა ჯამრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. თუმცა თუ ის ამას მოახერხებს, ეს იქნება ნამდვილი ფურორი. 66 კილოგრამში მისი ჭიდაობა და ძალა იქნება თითქმის შეუჩერებელი. ის ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნის პრობლემას, მათ შორის ალექსანდრე ვოლკანოვსკის და თუნდაც მომავალში ილია ტოფურიას. მაგრამ UFC-ს, როგორც უკვე ვთქვით, ეს არ აწყობს. მათ არ უნდათ, რომ მათი ახალი სუპერვარსკვლავი, ილია ტოფურია, ასეთი საფრთხის წინაშე დადგეს. არც ის უნდათ, რომ ვოლკანოვსკი, რომელიც უკვე ლეგენდაა და ნელ-ნელა კარიერის დასასრულს უახლოვდება, გააპარტახოს ახალმა მებრძოლმა, რომლის გაყიდვა მათთვის ჯერ კიდევ გაუგებარია. რა არის აქ დასკვნა? არმან სარუკიანის ეს განცხადებები სავარაუდოდ დარჩება მხოლოდ განცხადებებად. რატომ? იმიტომ რომ UFC არ მისცემს მას ამის უფლებას. ისინი იპოვენ გზას, რომ შეაჩერონ მისი ეს ავანტიურა. შესაძლოა დაპირდებიან ბრძოლას ისლამთან თუ კიდევ ერთ მოგებას დადებს 70 კილოგრამში. ან უბრალოდ დააკონკრეტებენ, რომ 66 კილოში გადასვლა მისთვის არარეალურია. ერთადერთი შანსი, რომ ეს მოხდეს, არის ის, რომ არმანმა მაინც სასწაული მოახდინოს და წონა დააფიქსიროს, ან UFC-მ მას მოკლე შეტყობინებით ბრძოლა შესთავაზოს 66 კილოში, როცა უკვე ვეღარ გაექცევა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ბრძოლა შედგა არმან სარუკიანის 66 კილოგრამში ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა ნამდვილი ოცნების ბრძოლა. ბრძოლა, რომელსაც ყველა ნახავდა. მაგრამ როგორც ხშირად ხდება MMA-ში, ოცნებები ოცნებებად რჩება. UFC-ს აქვს თავისი ბიზნეს გეგმა, თავისი ფავორიტები და არმანი ამ ეტაპზე, ამ გეგმაში როგორც ჩანს არ ჯდება. თუმცა ვინ იცის? იქნებ არმანის ეს ნაბიჯი მაინც გამოიღებს შედეგს. იქნებ მისი ეს გამბეობა აიძულებს UFC-ს გადახედოს თავის პოლიტიკას. ან იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, როცა მსუბუქ წონაში ყველაფერი ჩაიშლება. ის მაინც ჩამოვა 66 კილოგრამში და გახდება ჩემპიონი. ეს იქნება ნამდვილი ზღაპარი, მაგრამ MMA-ში ხანდახან ზღაპრებიც ხდება. და მაინც ერთი რამ ცხადია, არმან სარუკიანი არ არის ის კაცი, რომელიც ჩუმად იჯდება და თავის რიგს დაელოდება. ის არის მებრძოლი, რომელიც თავად ქმნის თავის ბედს, თუნდაც სისტემის წინააღმდეგ წავიდეს. და ეს არის ის, რაც მას ასეთ საინტერესო ფიგურად აქცევს MMA-ს სამყაროში.